გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, ჩვენი გადაცემის წმინდა ილია მართლის გზით, ესე იგი ხარდამჭერებო, ჩვენ ძალიან გვიხარია თქვენთან შეხვედრა და ამ ორშაბათ დღეს ყოველთვის მოველოდებით. იმდენი რამე ხდება, რომ ხანდახან აი კომენტარს ვერ ვასწრებთ, ერთი კვირის განმავლობაში ბევრი საქმე გროვდება. და ესე იგი ჩვენი 40 წუთიანი გადაცემა არ არის ხოლმე საკმარისი იმისთვის, რომ აი ამ ერთი კვირის განმავლობაში რაც მოხდა, ყველაფერი გავაშუქოთ. მაგრამ ყველაზე აქტუალური მაინც ეს ფასების შემცირება არის ჩემის აზრით, იმ სხვა ბევრ რაღაცასთან ერთად. ჩვენ გვინდა აი ამ ეკონომიკურ ბლოკს რაღაცნაირად მივაქციოთ ყურადღება გადაცემის პირველ ნახევარში და მეორე ნახევარში დრო დაუთმოთ გარეჯის შესახებ, ბოლო-ბოლო გაგვიყიდეს თუ არ გაგვიყიდეს გარეჯი და სანაცვლოდ რა იღეს ამაში, აინტერესებს მთელ საზოგადოებას, იმიტომ რომ ეს არ ვიცი ძალიან დიდი მithმა-მოთქმის საგანი გახდა. რაც შეეხება ფასების შემცირებას, აი თითქმის ყველა მთავრობა, რომელიც მოდის არჩევნების წინ ან არჩევნების შემდეგ ან შუა პერიოდში ყოველთვის ამბობს, რომ ფასები დიდია, ინფლაცია მაღალია და უნდა შევამციროთ. მაგრამ აი ესეთი ხელოვნურად ამის გაკეთება საზოგადოებას უკვე კარგად ესმის, რომ არ ხდება. მით უმეტეს, როდესაც ქვეყანა იმპორტზე არის დამოკიდებული და პრაქტიკულად ჩვენ არაფერს არ ვაწარმოებთ, შენ იმპორტიორს ვერ დაუწყებ, თქვათ, დაძალებას, რომ დაწიოს ფასები. პირიქით, საერთოდ იმპორტი დემპინგური ფასებით არ უნდა შემოდიოდეს და ძალიან დაბალი ფასებით არ უნდა შემოდიოდეს ნორმალურ სიტუაციაში, რომ ადგილობრივი წარმოება არ გააკოტროს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს ეს ადგილობრივი წარმოება, ამიტომ არც ერთი გვაქვს და არც მეორე და რაღაცა პარადოქსულ სიტუაციაში ვართ. ძალიან გვინდა, რომ მთავრობებმა, ჩვენმა ახალმა მთავრობამ, ამ მთავრობამ, იმ მთავრობასაც, თქვათ, ბიზნესისთვის რომ მიეხედა და რაღაცა რეფორმა ჩაეტარებინა ამ კუთხით, ქვეყანა ფეხზე დაეყენებინა, იმიტომ რომ ჩვენ კარგად ვიცით, რომ საბოლოო ჯამში ეს ფასები, დაბალი ფასები პროდუქციაზე განპირობებულია ძლიერი ეკონომიკით და ეს ძლიერი ეკონომიკა როგორ გიქნება, თუ არა გაქვს ძლიერი წარმოება. აი ამ წარმოებას უნდა მიხედვა და სულ ეს ყბადაღებული ჩვენი არასამთავრობო, არარეგისტრირებული ბიზნეს ასოციაცია სოლიდარობა ბევრჯერ გამოვიდა, ბევრი ჩანაწერი გავაკეთეთ სწორედ საგადასახადო რეფორმებისა და ბიზნესის ეს გამოცოცხლების კუთხით, მეწარმოების განვითარების კუთხით, რა რეკომენდაციას ვიძლეოდით და რა ნაბიჯი უნდა გადაედგა მთავრობას, მაგრამ ეს ყველაფერი დარჩა ხმა ბღაღადებლისა თუ უდაბნოს შინა. აბსოლუტურად არავითარი გამოძახილი არ იყო, გარდა ერთხელ ერთადერთი შემთხვევა გვახსოვს, რომ ეკონომიკის სამინისტროთან ერთ-ერთმა მთავარ სპეციალისტმა ალბათ ისევ თავისი ინიციატივით დაგვირეკა და შეხვდა და აი ეს საბოლოო ჯამში ფორმალურად გაიარა ამ შეხვედრამ პრაქტიკულად ჩვენ იქ შევატყვით, რომ მაღალ ეშელონებში სამინისტროს, ეკონომიკური სამინისტროს მაღალ ეშელონებში არავითარი დაინტერესება არ იყო. და შემდეგ აი ამ ჩვენი ინიციატივებით რომ მივედით მეორეჯერ, მესამეჯერ, ყოველთვის აღმოჩნდა, რომ მინისტრი, მაშინდელი მინისტრი იყო სადღაც შეხვედრაზე, მინისტრის მოადგილეები, იქ აღმოჩნდეთ, რომ 7 თუ 6 მინისტრის მოადგილე არსებობს, მაგრამ ყველანი შეხვედრებზე იყვნენ დაკავებული. ხან ვიყავით რიგში მე-500-ე, მე-400-ე, მე-300-ე, აი ეს რიგი გადიოდა, გავიდა 2-3 წელი და ეს ჩვენი ინიციატივები, აი ეს ინიციატივები დარჩა და რატომღაც ქართველი მეწარმეებისათვის, ქართული ბიზნეს ასოციაციებისათვის არ არის შეხვედრის ფანჯარა, არ არის სურვილი რომ შეხვდნენ მათ, როგორც წესი ამ სამინისტროში, ეკონომიკის სამინისტროში რომ შევდივით ხოლმე, რომ ვკითხულობდით, რომ აი სად არიან ესენი, რატო ვერ ხვდებით ერთ მოადგილეს, ვერ ხვდებით მინისტრს, რატო არის ეს შეუძლებელი და შეუღწევადი სამინისტრო ეკონომიკის ამ მხრივ გეუბნებოდნენ, რომ აი შეხვედრებზე არიან, ვიეტნამელებს ხვდებიან, კამბოჯელებს ხვდებიან, ჩინელებს ხვდებიან. ხო, მაგრამ საკუთარ მეწარმეს ხო უნდა შეხვდე. თუ შენ ქვევიდან, ესე იგი არ მოусმინე ინიციატივებს და ქვევიდან, ესე იგი არ გაეცანი ამ პრობლემებს, ვერავით არის ჩინელი, კამბოჯელი და ვიეტნამელი სტუმარი ვერ გადაგიწყვიტავს ამ პრობლემებს. სამწუხაროდ არ სტუმრებს უშველენენ, არც ადგილობრივ ბიზნესს უსმენენ და ქვეყანა ესე იგი მიედინება და მიგორავს ხევში. დამტრეული ურემის თვალივით.
აი რა გითხრათ, დიდი გაგახაროთ, ესე იგი ფასების შემცირება ბიზნესის განვითარებასთან არის დაკავშირებული და ბიზნესის განვითარება დაკავშირებულია მეწარმეობის ხელშეწყობასთან. მეწარმეობის ხელშეწყობა გადამებულია წარმოების აღორძინებასთან, მაგრამ როგორ აღორძინდება წარმოება თუ საკანონმდებლო სტიმულები არ შეიქმნა. თუ მეწარმეს, ბიზნესმენს ჩვენ ისეთ საკანონმდებლო გარემო არ შეუქმნით, რომ მას გაუჩნდეს სტიმულები შრომისა, რაღაც ფინანსების აღებისა, ან რაღაც კრედიტის აღებისა, ან საკუთარი თანხების ჩადებისა, თუ ეს სტიმულები არ შეიქმნა, თუ მეწარმე აგერ მიმოიხედა მეწარმე აქეთ-იქით გვერდზე და ნახა რომ ერთი გაკოტრებულია, მეორე გაკოტრდა, მესამე კოტრდება, აი სწორედ აი ცუდი საკანონმდებლო ვითარების და კვალობაზე, როგორ განავითაროს მან თავისი წარმოება. ყველაზე რთული მაინც წარმოების განვითარებაა. ჩვენ ვხედავთ, რომ ვაჭრობა მაინც ცოცხლობს, არსებობს, მომსახურების სფერო აი ამ საგადასახადო საკანონმდებლო გარემოში მეტნაკლებად არსებობს, მაგრამ წარმოებისთვის არ არის ნორმალური გარემო, საკანონმდებლო გარემო და ეს ფაქტი კიდე სახეზეა, ჩვენ რო შევდივართ სუპერმარკეტებში, ჩვენ რო შევდივართ ამდით ქსელებში, მოლებში, ვნახულობთ, რომ იქ თითქმის რაღაცა 3%-იც არ არის ქართული ნაწარმი. და ეს მეტყველებს სწორედ იმაზე, რომ რაღაცა დალპა დანიის სამფლობელოში, ასე ვთქვათ. შექსპირისებული გამოთვით რო ვთქვათ, რომ რაღაცაშია საქმე, ხო? ჩვენი ხალხი გამომგონებელი ხალხია, ტალანტი ხალხია, ბევრი ინოვაციები მე ვიცი, რომ ბევრ მეცნიერს თაროზე უდევს, რომელსაც მილიონობით ისე იგი მოგება შეიძლება მოიტანოს, მაგრამ ყველაფერი არარეალიზებადი ხდება და ეს გამოგონებები მიდის საზღვარგარეთ, სამწუხაროდ და ისინი იღებენ პატენტებს და ეს ჩვენი ნოუ-ჰაუები იკარგება. აქედან გამომდინარე საჭიროა საგადასახადო რეფორმა, ეს დაზიპული ფაილი, რომელიც არის ძალიან დიდი ბალაბურდა, ესე იგი ეს ჯერ კიდევ ესე იგი გამსახურდიას დროიდან და პუჩი რომ მოხდა, იქიდან გამომდინარე, ის კოდექსი მოგზდებს ესე იგი აბსოლუტურად და ღუპავს მთელ ეკონომიკას საბოლოო ჯამში. რა არის საჭირო გასაკეთებელი? პირველ რიგში საჭირო არის საზღვარზე შემოსული პროდუქციის, სატარიფო გარემოს მოწესრიგება. ჩვენ კარგად ვიცით, რომ თითქოს და ახალი მსოფლიო წესრიგის კვალობაზე ეს ჩვენი deep states რომ უძახიან სწორედ ეს გლობალიზმი, ლიბერალ გლობალიზმი აძალებდა ამ პატარა განვითარებად ქვეყნებს საზღვრების გახსნას და აბსოლუტურად ნულოვანი განაკვეთებით მათივე ნაწარმოების შეტანას, ესე იგი იმპორტის შედიოდა ამ ქვეყნებში და დღემდე შედის ძალიან დაბალი ესე იგი განაკვეთით, ესე იგი პრაქტიკულად საზღვრები მოღიავებულია და რა პროდუქციაც უნდა ისეთნაირად შემოდის მათივე ფასებით და არავითარი ბარიერები არ ქონდა დღემდე. მაგრამ სინამდვილეში ამ დასავლეთის განვითარებულ ქვეყნებს საკმაოდ დიდი ბარიერებიც ქონდათ და საკმაოდ კარგი პროტექციონისტული პოლიტიკაც ქონდათ თავიანთი ბიზნესისთვის და საზღვრები მოგეხსენებათ მათ ღია თუ აშკარად შეფარულად თუ 1000 მაქინაციებით საკმაოდ ისეთი მძლავრი ბარიერები ქონდათ საზღვრებზე გაკეთებული, რომ განვითარებადი ქვეყნებიდან არ შესულიყო მზა პროდუქცია და რაღაცნაირად დაბკოლებები ყოფილიყო ამ მხრივ. აქ იყო თქვა ხარისხზეც მიდავება საქართველოსთან მაგალითად დღემდე ვერ შეიტანა ევროპაში ვერც ბოსნეულს, ვერც ხილს დაბლოკილები ვართ. ის რაც შედის, გადის ღვინო და იქ ბორჯომი ფრაგმენტულად, ეს არ არის ის რაოდენობა, რომელიც გადიოდა საქართველოსთან საბჭოთა კავშირში გიგანტური მასშტაბებით. ჩვენ გახსოვთ, ვიცით, რომ თუნდაც კახეთში სამების ქარხანაში მე იქ ნამუშევარი ვარ ფინანსურ დირექტორად თავის დროზე ვაგონები გადიოდა, ეშელონები შედიოდა და ვაგონები მიდიოდა, ჩაებმებოდა, გადიოდა კავკასიიდან და მიდიოდა რუსეთში. ღვინოზეა ლაპარაკი. იგივე იყო მანდარინზე, იგივე იყო ჩაიზე, იგივე იყო.
ჩვენ პრაქტიკულად ბოლო 30 წელიწადია, ესე იგი იზოლირებულები ვართ აი ამ შეფარული, ესე იგი სატარიფო პოლიტიკით. მე სულ ვამბობდი იმის შესახებ, რომ ევროპას, ამერიკას და განვითარებულ ქვეყნებს სინამდვილეში აქვთ გაკეთებული ბარიერები, რომ არ გავიდეს ჩვენი მზა პროდუქცია, რომ აქ ჩაგდეს წარმოება და ჩვენ გადაქცეული ვართ კოლონიად, უბრალოდ სანედლეულო ბაზად, გასაღების, ესე იგი პოლიგონად, სამწუხაროდ მათი მდარე პროდუქციის ის თქვათ ამერიკული პროდუქცია, რომელიც ვერ შედის გერმანიაში და ევროპაში იმის გამო, რომ იქ აღმოჩენილია რაღაცა ისეთი მავნე ტოქსიური ნივთიერებები, ჩვენ ეს არ ვიცით და საბოლოოდ შემოვაგვთ ჩვენთან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. აი ეს იგივე ითქმის ფარმაციაზეც, იგივე ითქმის კვების მრეწველობაზეც, იგივე ითქმის ნებისმიერ პროდუქტზე, რომელიც იწარმოება რაღაცა უჩინარი ბრაკით, რაღაცა მავნე ტოქსიური ნივთიერებებით გაძეძგილი ეს პროდუქცია შემოდის ჩვენთან კარგი შეფუთვით, ამის პატრონი და ამის ესე იგი გამსინჯავი არ არის აქ, არ გვაქვს ლაბორატორიები, სისტემა ჩამოშლილია და ჩვენი შვილები კაცმარეთის რას ჭამენ იმ გენმოდიფიცირებული რძით დამზადებული შოკოლადს, იმ კამფეტებს, იმ მოწამლულ ნამსხვრებს, კონსერვატორებით გატენილი კონსერვებს და ასე შემდეგ. არავინ არ იცის იქ რა შხამები არის გამოყენებული. ასე რომ საჭიროა სატარიფო პოლიტიკის გადახედვა და ერთხელ და სამუდამოდ უნდა გადაწყდეს, რომ რაღაცა ბარიერები უნდა გაკეთდეს, იმიტომ რომ აგერ ამერიკამას კი ტარიფები აწიან, ხო ხედავთ, ზოგან 25%, ზოგან 100% და ზოგს კიდე 200%-ით, ესე იგი აშინებ და საკმაოდ კარგად იყენებს ამ არსებულ, ესე იგი მისთვის ხელსაყრელ სატარიფო განაკვეთებს. ესე იგი მათთვის შეიძლება თურმე. აი ეს პროტექციონისტული პოლიტიკა მათ როცა ჭირდებათ, უცებ ახსენდებათ. მაგრამ აგერ დაბალ განვითარებულ ქვეყნებს, მესამე რიგის ქვეყნებს აძალებენ, რომ გახსნან საზღვრები და მათი ნაწარმი შემოვიდეს ყოველგვარი, ესე იგი ბაჟისა და ტარიფების გარეშე. რაც დღესაც ხდება საქართველოში პრაქტიკულად აბსოლუტურად წარმოებას აზრი აქვს დაკარგული. მეწარმეեմ დღეს რაღაცა რომ აწარმოებს, 10 ჯერ უფრო ძვირი უჯდება, იმიტომ რომ იქიდან შემოდის ესე იგი ნედლეული უნდა შემოიტანო მაღალი ფასებით, აი ნედლეულზე სპეციალურად დიდი ტარიფები აქვს დაწესებული, დიდი ტარიფებით რომ შემოგაქვს ეს ნედლეული, რა თქმა უნდა, ძვირი გიждდება და ამ დროს მზა პროდუქცია იქიდან შემოდის აბსოლუტურად ნულოვანი განაკვეთებით. მიზერულ ფასებში, მიზერული ტარიფებით. ამიტომ ეს საბაჟო, ესე იგი პოლიტიკა თუ არ გამოსწორდა და ჩვენმა მთავრობამ თუ არ აღმართა რაღაცა ზომიერი მაინც სატარიფო განაკვეთების საზღვარზე, არაფერი გამოვა. არაფერი არ ეშველება ჩვენ წარმოებას. დაიწყებს ვიღაცა რაღაცის წარმოებას, შემოიტანს ჩინეთი აგერ ნულოვანი განაკვეთით რაღაცას და დამთავრდება იმ ესე იგი ნაწარმის ბედი იმ ქსელში. არ გაიყიდება უბრალოდ. ესე იგი, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, თუ უნდა მართლა ეს ფასების შემცირება და ამ ქვეყნის ეკონომიკის და ქართული წარმოების ფეხზე დაყენება, აუცილებელია რომ ნედლეული ჩარხები, დანადგარებები, მოწყობილობა შემოვიდეს ძალიან მიზერული სატარიფო განაკვეთებით. ესე იგი, თითქმის მე რო ვიყო იქ, მაგალითად მოხსნიდი მე ამ განაკვეთებს, ნედლეულს რაც შეეხება. ხოლო მზა პროდუქციას მივცემდი თქვა 25%-იან ბარიერს. რო ის კონსერვი, აი სირცხვილი არ არის, კაკლის კონსერვი შემოდის თქვა აზერბაიჯანიდან. სიტყვაზე ვიზახი. და რატო როცა კაკალს მიაქვს აქაურობა და ყველაფერი შეიძლება ხო ვაწარმოოთ. იგივე რატო არ შეიძლება კიტრის წნილი ვაწარმოოთ ხალხო. მაგრამ რადგინდა ვერაფერს ვერ შემოიტან. ესე იგი ტარა არ იწარმოება, თუ შემოიტან ტარას უზარმაზარი ბაჟი ხდება. ჩარხ მოწყობილობა დანადგარებს დისპენსერებს თუ შემოიტან უზარმაზარი თანხები უნდა გადაიხადო საზღვარზე და არ ეწყობა წარმოება. აქედან გამომდინარე, ესე იგი შესაფუთი მასალა, აი განსაკუთრებით ხა ჯერ სანამ ავაწყობთ ამ შესაფუთი მასალების წარმოებას, აუცილებლად უნდა შემოდიოდეს რაც შეიძლება დაბალი საბაჟო განაკვეთებით. ნედლეული ჩარხები, მოწყობილობები, აი ეს ყველაფერი უნდა შემოდიოდეს რაც შეიძლება დაბალი საბაჟო განაკვეთებით. ხოლო ის პროდუქცია, რომელიც შემოდის მზა პროდუქციაზე ლაპარაკი, უნდა მოხდეს კოტირებულად, უნდა მოხდეს ლიცენზიებით, არ შეიძლება ესე ვისაც ურავაშაზე, ვისაც მოეპრიანება, ისე შემოიტანოს თქვათ. რაღაცა ლიცენზიები უნდა გაიცეს და ამასთანავე საკმაოდ
მიერი ბაჟი უნდა იყოს საზღვარზე დაწესებული, რომ აქ ჩვენ ქსელებში მზა პროდუქცია დავიცვათ. ეს ერთი მომენტი და შემდგომ აი ეს ყბადაღებული დლგ, რომელიც ქართულ წარმოებას კლავს, ესე იგი ამ დლგს ჩვენი მეწარმეები ვერ უძლებენ მომსახურების სფერომ აიტანა გასაგებია 18% მათთვის მისაღებია, ხმას არიღებენ ამ თემაზე. ვაჭრობამ აიტანა 18%, ჩუმად არიან, ესე იგი ხმას არიღებენ, ესე იგი არ არის პრობლემა, მაგრამ წარმოებას ანადგურებს 18%, რატომ არის 10% დლგ ბულგარეთში? 10% მოგება, 10% საშემოსავლო. აი რატომ არის ეს ტრიადა ასე გაკეთდა? რატომ არის დაწეული? სწორედ იმიტომ, რომ ბულგარეთის დღევანდელმა მთავრობამ დაინახა, რომ ესე იგი უნდა აღორძინოს თავისი წარმოება და ეკონომიკა და უკვე შექმნა საგადასახადო სტიმულები. რატომ არის 7% იაპონიაში დლგ? ჩვენთან არის 18%. იაპონია გასაგებია, მასაც არ აქვს რესურსები და რაღაცა სოციალური პრობლემების გადასახადებით წყვეტს, მაგრამ გააზრებული აქვს, რომ აი 7% დლგ არის უკვე ის, რომლის გაზდაც კლავს წარმოებას. და ჩვენთან არის 18%. ანუ ეს არის რაღაცა, ეს დლგ არის ქართული წარმოებისთვის წყევლა, ფეხზე ვერ დადგება ვერასდროს წარმოება, სანამ ამხელა ესე იგი გრანდიოზული და ყველას უკვირს, ეხლა ჩვენ გვაქვს მსხვილებთან შეხვედრა, მეწარმეები ვარ და რაღაცა მისვლა-მოსვლა არის და ყველაფერი და დაინახავენ 18%, აქ არასდროს ვირავინ ვერ ჩადებს თანხას. წარმოებაზე აქვს ლაპარაკი. თორე ბანკები და სავაჭრო ფირმები იფუჩქრებიან, მათთვის ესე იგი ეს მისაღებია. ამერიკის შეერთებულ შტატებში, აი ჩვენ სპეციალურად შევისწავლეთ VAT, ანუ დღგ არის 0, არ არსებობს საერთოდ. დღგს არ იხდიან. ამერიკული შეერთებული შტატების არც მცირე წარმოება, არც მძიმე ინდუსტრია, არც მსუბუქი ინდუსტრია დღგსგან არის განთავისუფლებული. არ იხდის ამ დღგს. რატომ? იმიტომ რომ მწარმოებელი ერია ამერიკა და მიტომ. ხო და აი ამას თუ არ შევხედეთ ჩვენ ესე იგი უნდა გადავიდეს ჩვენი მთავრობა საკუთარი ეკონომიკის დაცვაზე, გავანებოთ თავი იმას, რომ თქვათ დასავლეთი გვაძალებს, მაგრამ აგერ დასავლეთს რო ჭირდება, ხომ დავინახეთ, რომ ესე იგი ეს ტარიფები გაზარდა და ესე იგი როგორც აწყობს ისე აჯენს აი იმ თავის ტარიფებს მოცემული მომენტისთვის. ამიტომ ჩვენს დავიწყოთ ახლა ჩვენი ეკონომიკის ზრუნვა. ესე იგი ქართული წარმოება რო დადგეს, აი შეჯამებას გავაკეთებ, აუცილებლად საზღვარზე სატარიფო პოლიტიკა უნდა მოწესრიგდეს ჩვენი მეწარმის, ჩვენი ქართული წარმოების სასარგებლოდ და მეორე მომენტი, ესე იგი შიგა განაკვეთები, განსაკუთრებით დღგ საგრძნობლად მკვეთრად უნდა შემცირდეს. და ამის გარდა მე აი ესეთი თხოვნა მაქვს ჩვენი მთავრობისთვის, აი შევარდნის პერიოდში აი ესეთი შეღავათი მიცეს ქართულ მეწარმეებს, მარტო ინდ მეწარმეზეა ლაპარაკი, ეს შეღავათი სამწუხაროდ დღემდე ვრცელდება მარტო ინდ მეწარმეზე, შევარდნის პერიოდიდან 100,000 ლარზე ბრუნა მეტი თუ ქონდა წლის განმავლობაში იბეგრებოდი ინდ მეწარმეზეა ლაპარაკი დგ მანამდე იყავი თავისუფალი. მაგრამ ამას ვერავინ ვერ იყენებს, იმიტომ რომ ინდ მეწარმე იგულისხმება, რომ თქვათ ერთი ადამიანი მუშაობს, იცით და იქნება ეს თარიღის ნიხრიც ავწიოთ ზევით იმის გამო, რომ შევარდნის დროს 100,000 ლარი მაშინ რაღაცა თანხა იყო და იმის შემდეგ გრანდიოზული ინფლაცია განიცადა, ლარმა ავწიოთ ეს თანხა 300,000, 400,000 ლარამდე და ეს შეღავათი დლგდან გათავისუფლება გავრცელდეს მარტო წარმოებაზე, ვაჭრობაზე არ არის ლაპარაკი, წარმოებაზე და ეს საგადასახადო კუთხით რაღაცა მნიშვნელოვან ძვრებს გამოიწვევს. უფრო მეტი მეწარმე დაინტერესდება, რომ რაღაცა აწარმოებს და ამასთანავე მარტო ინდ მეწარმეზე კი არ გავრცელდეს, არამედ შპს-ზე, სააქციო საზოგადოებაზე, ყველაზე თქვათ, ვინც წლის განმავლობაში თქვათ 4,000 შეიძლება 500,000 ლარამდე აბრუნებს, დგ-დან განთავისუფლდეს ეს მეწარმე და თქვენ ვერ წარმოედგინეთ საქართველოში როგორი ბუმი დაიწყება წარმოების. ასევე მეორე პრობლემაა ეს ერთი დგ, რომელიც ესე იგი გასარკვევია როგორ და რანაირად და მეორე ქსელებში არის დარიცხვა.
აი ჩვენ ხვდებით იმ მეწარმეებზე ისინი გვეუბნებიან აი მე კი ვარ განთავისუფლებული დულგსგან მაგრამ სამაგიეროდ მე იმიტომ რომ არა მაქვს 100,000 ლარამდე დაბალი ბრუნვა მაქვს რაღაცას აკეთებს თქვა აკეთებს სკამს აკეთებს მაგიდას ხელით აკეთებს ზის და წვარობს რაღაცას და შეაქვს თქვა სადღაც მაღაზიაში ხომ მაგრამ ქსელი იძულებულია დაარიცხოს დულგ აი ესეთი პარადოქსული სიტუაციაა რა 18%-ს მაინც არიცხავს. ანუ მაინც ძვირი გამოდის მისი პროდუქტი და უნდა იყოს კანონი, რომელიც ესე იგი ქსელებსაც მიცემს საშუალებას, რომ ადგილობრივი ნაწარმი განთავისუფლდეს დლგ-სგან. საქართველოში შექმნილი ნაწარმი განთავისუფლდეს დლგ-სგან. აი მაშინ იქნება ფასები კონკურენტუნარიანი. მეგობრებო, აი მაშინ აღარ მოვატყუებთ პენსიონერებს, აღარ მოვატყუებთ ჩვენ სტუდენტებს, აღარ მოვატყუებთ ჩვენ ახალგაზრდობას და რეალურად დაიწევა ფასები, იმიტომ რომ შინაარსიანი რეფორმა მოხდება. ამაზე ახ მოლაპარაკება შეიძლება ჩვენ მაგალითად ველოდებით გვაქვს ბიზნეს ასოციაცია, კიდენაც ვარ დაგვირეკონ ეკონომიკის სამინისტრო შეხვდეს, იქ არის უამრავი სპეციალისტები, სად არის პარლამენტის ეკონომიკის კომისია, რატომ ძინავს ამ კომისიას? როდის გამოიღვიძებს ეს კომისია? შეხვდეს პარლამენტის ეკონომიკური კომისიასთან ვიმუშავებდით ეკონომიკის სამინისტროსთან, ნებისმიერ განყოფილებასთან. ჩვენი ასოციაცია, სხვა ასოციაციებს ბევრს ვიცნობთ, დავждეთ, გავაკეთოთ რაღაცა მუდმივ მოქმედი საბჭო, იყოს ეს ურთიერთობა ინტერაქტიული რაღაცნაირად და ვიმუშაოთ კანონებზე. აი ამის შემდგომ შეიძლება ესე იგი გავიდეთ მერე პენსიონერებთან და ეს დემაგოგიური ფასების შემცირება თქვა რეალური გახდეს, მართლა რეალური გახდეს და საქართველოს მოლების, სუპერმარკეტების დახლებზე, მაღაზიების დახლებზე გაჩნდეს უკვე ქართული პროდუქტი. აი ესაა და ეს. ბატონო გიგა ძალიან თქვენ როგორც მეწარმე დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება გაქვთ და რა ვიცი სულ ბიზნესში ხართ და რაღაცა აი 1-2 სიტყვით მაინც ჩემ ნალაპარაკზე რა სიტყვით. გამარჯობათ მეგობრებო. გიორგიმ ჩამოაყალიბა ის რაც დღევანდელ დღეს ჩვენთან საქართველოში არის ძალიან დიდი პრობლემა. როგორც მეწარმეობის საკითხი, ისე აი ამ პროდუქტების ძალიან გაძვირებაზე ლაპარაკი. დღეს ახლა მე მინდა კიდევ თქვა პატარა რაღაცა დავამატო, რომ ჩვენი საქართველოს განვითარება მიდის აბსოლუტურად სხვანაირი გზით. ჩვენ მივდივართ, რომ ვართ ჩვენ ტურისტული ქვეყანა, რომ ჩვენ უნდა განვითარდეთ როგორც ტურისტული ქვეყანა და ამ ტურისტული ქვეყნის განვითარებას ჩვენ ვეძახით მხოლოდ იმას, რამდენი ტურისტი ჩამოვა საქართველოში და რამდენი ტურისტი დაისვენებს საქართველოში. და აი ამა ყველაფერმა, აი ზუსტად გაძვირებაზე რომ არის, მე ამაზე ვილაპარაკე წინა გადაცემაში და დღესაც იგივეს გავიმეორებ, უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ჩვენთან რაც მეტი ტურისტი ჩამოვა, ის პროდუქტები, რომელი პროდუქტებიც საქართველოშია, რომელიც სუპერმარკეტებშია, რომელიც სასადილოებშია, რომლებიც რესტორნებშია და ფასები რო ნელა-ნელა ზემოთ იწევს. ეს ყველაფერი ყოველთვის გაძვირდება, რაც უფრო მეტი ჩამოვა, მით უფრო გაძვირდება, იმიტომ რომ ამ დროს ხდება ის, რომ ჩვენ ქართველები საერთოდ არაფერს არ ვაწარმოებთ, ძირითადად, რასაც ქვია სოფლის მეურნეობის პროდუქტები. არ ვაწარმოებთ არც სიმინდს, არც ლობიოს. ვამბობ ისე, რომ ჩვენ ეს გაყიდვის საშუალება გქონდეს, ქსელებში შევიტანოთ. არ ვაწარმოებთ ფქვილს, პურის ფქვილს, არ ვაწარმოებთ ფერმა, როგორც ფერმა, აღარ არსებობს, მე მგონი საქართველოში არის რამოდენიმე ფერმა, რომელსაც უბრალოდ გაქმული აქვს სახელი, მაგრამ არის ძალიან ცოტა საქართველოსთვის. და იმ 1,5 მილიონი ტურისტისთვის, 2 მილიონი ტურისტისთვის, მე მგონი 5 მილიონი კაცი იყო წინა წელიწადზე. თქვა ეს საქართველოში ჩამოსულია, რომლებიც გამოიკვებონ. ამიტომ იქნება პროდუქტის დეფიციტი და ეს დეფიციტი იწვევს ფასების ზრდას. როცა მაგალითად პროდუქტი არ არის იმას, რაც გინდა იმ ფასს დაადებ, ხო? ხომ კარგად ვიცით მაგალითად ახლა გაზაფხული მოდის და ახალი პროდუქტი რომელიც კი შემოვა, იმას ყოველთვის მაღალი ფასი აქვს, იმიტომ რომ ის ბევრი არ იყიდება. შემოტანილი აქვს ვიღაცას, ან ვიღაცას პატარა წარმოება აქვს საქართველოში, ის აწარმოებს, მაგალითად ახალი კარტოფილი, რომელსაც ფასი ძალიან ძვირი აქვს. მაგრამ რაღაცა თვეების მერე ეს ფასი ნელა-ნელა იკლებს, იმიტომ რომ უკვე
მთლიანად რო გაჯერდება ბაზარი, იმიტომ რომ ყველა კუთხეში როცა ამ კარტოფილს ამოიღებენ, მერე ფასი აკლდება. დღევანდელ დღესაც იგივე სიტუაციაა. ჩვენ როცა არა ვართ მწარმოებელი ქვეყანა, ყოველთვის ესეთი სიტუაცია გვექნება. ჩვენ ვიქნებით ყოველთვის დამოკიდებული ვიღაცაზე, ვინც არის შემომტანი. და იქ არის ახლა ლაპარაკობენ, იცით რა ყველაზე მართლა გასაცინებელია და სასაცილოა რომ ლაპარაკობენ, აი სახელმწიფომ ფასები უნდა შეამციროს. და იმაზე არავინ არ ფიქრობს, რომ სახელმწიფო ფასებს როგორ შეამცირებს, როცა სახელმწიფოში თითქმის არაფერი წარმოება არ არის განვითარებული. არ არის წარმოება განვითარებული მაგალითად პურის პროდუქტებზე. არ არის, უბრალოდ ჩვენ პურს ვაცხობთ, მაგრამ ის, რასაც საქართველოს თავის დროზე ესე იყო რა, ოდითგანვე საქართველოს ეძახდნენ კავკასიის ბეღელს. ყველაზე დიდი რაოდენობით პურ პროდუქტები მოდიოდნენ საქართველოში. ეს იყო ოდითგანვე ესე იყო. ქართლის ველები იყო ცნობილი. ყველამ კარგად იცოდა, რომ იქ მოდიოდა ძირითადად პურის პროდუქტები, ანუ ხორბალი. დღესდღეობით ეს, არ ვიცი რა, კიდევ ერჯერ ვიმეორებ, რომ აბსოლუტურად არის ნულის დონეზე დასული. ჯერ რატო არის ნულის დონეზე დასული? იმიტომ რომ არ არის ამის ნება, რომ სახელმწიფო მოინდომოს განავითაროს თავისი აი ის დარგები, რასაც სოფლის მეურნეობის დარგები ქვია. ზუსტად ეს იწვევს ყველაფერი იმ უბედურებას, რაც ხდება საქართველოში. და მე ყველაზე ცუდი რა არის, იცით რომ ეს მომენტი არის გამოყენებული ყველა არა კეთილსინდისიერი ადამიანისგან და რომელიც მაგალითად აი ამ პროდუქტებით მომარაგებაზე არის დაკავებული. თანაც ამეთი ძალიან დიდი პროცენტი რაღაცებს რო იტყვიან კრიშავენ ხოლმე ზუსტად საქართველოში. და შემომტანი რომელიც არის იმას აბსოლუტურად არ აწყობს რომ საქართველოში განვითარდეს ისეთი დარგები, რასაც სიტყვაზე სოფლის მეურნეობის დარგები ქვია. არ აწყობს იმიტომ რომ ის თავის ბიზნესს დაკარგავს. ამიტომ არის რომ ზუსტად მიდის დაწოლა, მიდის კანონების მიღება და პირდაპირ ვამბობ და პირდაპირ ვიტყვი რომ საკანონმდებლო ორგანოშიც ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი არის, რომელიც თავის ბიზნესს რო იტყვიან ფარველობს. ზუსტად ის შემომტანები, რომლებსაც შემოაქვს, ზოგ შემოაქვს პურის ფქვილი, ზოგ შემოაქვს კვერცხი, ზოგ შემოაქვს შოკოლადი, ზოგ შემოაქვს კამფეტი, აი ზუსტად ისინი ამას ყველაფერს ფარველობენ. და ხებულობენ ისეთ კანონებს, რომელი კანონებიც აბსოლუტურად ანგრევს ჩვენს სოფლის მეურნეობას, ჩვენს წარმოებას. აგერ გიორგი ვილაპარაკა ზუსტად ისეთი რაღაცები თქვა, რომელიც მართლა ანგრევს ჩვენთან წარმოებას. პირველ რიგში რა არის, რომ ეს საბაჟოზე ხდება კატასტროფული სიტუაციაა საბაჟოზე, ძალიან ცუდი სიტუაციაა იმის მხრივ, რომ ჩვენთან აი რა მინდოდა ვთქვა, რომ ჩვენთან ეხლა რაც არის წარმოების იარაღი. მაგალითად ეს არის ჩარხი, მაგალითად ეს არის ისეთი რაღაცეები, დანადგარები, რომლებმაც პროდუქტი უნდა შექმნა და მე ეს პროდუქტი უნდა გაიყიდოს, რითიც ზუსტად ის მწარმოებელი ამაში მოგებას ხედავს და მოგებას მიიღებს. მაგრამ ჩვენ სანამდე ეს წარმოების იარაღი, ეს არის ჩვეულებრივი ინსტრუმენტი. ის არავითარ ღირებულებას არ წარმოადგენს მანამდე, სანამდე ის პროდუქციას არ გამოუშვებს. მაგრამ ჩვენ აი ზუსტად ამ წარმოების იარაღზე, საბაჟოზე უკვე იმხელა გადასახადები გვაქვს, რომ ის რო შემოდის, უკვე არა რენტაბელური ხდება წარმოება. ამიტომ ბევრმა მწარმოებელმა შეწყვიტა წარმოება. ბევრი რაღაცეები თქვენ ძალიან კარგად გახსოვს, რაღაცეები გამოდიოდა საქართველოში სუპერმარკეტებში წიდებოდა, ბევრი რაღაცეები ისეთები, რომლებიც დღესდღეობით გაქრა, აღარ არის. შეიძლება კარგი პროდუქტიც იყოს, შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტი იყოს სხვასთან შედარებით, რომელიც შემოგვაქვს ჩვენ საზღვარგარეთიდან. მაგრამ გაქრა, იმიტომ რომ მან კონკურენცია ვერ გაუწია. ამიტომ არის ეს ყველაფერი არის კომპლექსურად დასარეგულირებელი. მაგრამ ჩვენ უბრალოდ აქეთკენ არ მივდივართ. მე პირდაპირ ვეუბნები მთავრობას, რომ ის სიტყვები, რა სიტყვებიც გასაკეთებელია, სიტყვებად არ უნდა დარჩეს. მარტო ლაპარაკი არ არის საჭირო. თავარი არის, აი ეს ყველაფერი გეგმა ზომიერად
ну თუ თქვენ არ იცით, მე პირდაპირ გეუბნებით, ეთყობა არ იცით, იმიტომ რომ იქ მე მაგალითად პარლამენტში ვერ ხედავ ვერავის ისეც, რომელიც წარმოებაზე შეიძლება დაგელაპარაკოს, ან წარმოებელი იყოს რამე პროდუქტის. არ შეიძლება, თუ არა, მაშინ შეეკითხეთ ისეთ ადამიანებს, ვინც ეს ყველაფერი იცის. ისინი გაგარკვევენ ამ საქმეში. გაგარკვევენ, იმიტომ რომ იმათ ჩახედულება უფრო მეტი აქვს. იმათ მაიციან რა არის ცუდი, რა არის კარგი, რა არის პრობლემები, იმიტომ რომ ამ პრობლემებს თვითონ შეხვდნენ, თვითონ დაეტეკენ და თავიანთ ზურგზე გადაიარა. აი ეს მინდოდა მეთქვა ჩემო მეგობრებო, მოკლედ და კონკრეტულად. რაც შეიძლება იყოს ჩვენი პრობლემა და რაც ჩვენი პრობლემა. მადლობა გიგა. მეგობრების მიმართ, ჩვენი მაყურებლების მიმართ თხოვნა მაქვს, აი ჩვენი გადაცემები იდება ხოლმე YouTube-ზე. მოგეხსენებათ აი შეარს რომ დააჭერთ იქ გადმოვარდება ლინკი. აი ეს ლინკი თუ შეიძლება რომ თქვენი Facebook-ის გვერდზე დადოთ ხოლმე. და უფრო მეტი პატრიოტი ნახავს ჩვენ ჩანაწერებს. ბევრი დაინტერესდება ჩვენი ჯგუფით, იმიტომ რომ ჩვენი ჯგუფი მამულიშვილები ჩვენ ვართ პატრიოტები და გვინდა რომ გაიზარდოს ეს ჩვენი ჯგუფი, ჩვენი ჯგუფის კარგი ღიაა, ჩვენი გუნდის განსაკუთრებით აი ეკონომიკაზე თხოვნა არის რომ შემოგვიერთენ მეწარმეები, მწარმოებლები, გამოგონებლები, რამდენი გენიალური რაღაცა ქართულს გამოგონებული და აი ესე უპატრონო თაროზე დევს და მტვერი ეყრება და ადამიანები ისე მიდიან ამ ცხოვრებიდან რომ გამოგონებელი თავისი გამოგონების რეალიზაციას ვერ აკეთებს. აი ამაზე კიდე შეიძლება ცალკე რამოდენიმე გადაცემა მიუძღვნათ. ასე რომ გააზიარეთ ჩვენი ეს გვერდზე თქვენ გვერდზე დადებული ჩვენი ლინკიდან გამომდინარე ჩვენი გადაცემა გადაუზიარეთ ერთმანეთს. მე ვიცი რომ თქვენ ყველას ბევრი ახლობელი მეგობარი გყავთ და მინდა რომ უფრო მეც მიუვიდეს ეს განგაში რომ ქართული წარმოება და არა მარტო ქართული წარმოება ყველა დარგი არის ესე იგი მომაკვდავ მდგომარეობაში საქართველოში დარგი არ არის აი განათლების სისტემაზეც კიდევ რამდენი რამე შეგვიძლია ვთქვათ მაგრამ 40 წუთიანი გადაცემა და ყველაფერს ვერ ვამბობთ მაგრამ მაინც ვთქვით რომ სანამ ვართ ამ კედლებში მაქსიმალური თქვათ მაქსიმალური რაღაცა შევეხოთ და ეს ინფორმაციის გაცვლა გამოსვლის გარეშე შეუძლებელია. ეხლა ერთი დიდი პრობლემაა კიდევ ამასწინათ ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანებასთან ვიყავით სტუმარად ბატონ დემურისთან მის ბიჭებთან ისინი ძალიან გულშეძრულები არიან და იქ გაჟღერდა ესეთი რამე წინა უთხშაბაც რომ ესე იგი გარეჯი არის გაყიდულიო გარეჯის კომპლექსიო და ეხლა წარმოიდგინეთ ესე იგი გარეჯის კომპლექსის გაყიდვა როგორ უნდა გააკეთო თუ ეს მართალია, თუ ეს დოკუმენტები უკვე მართლა არსებობს და ალიევთან ვიღაცა მართლა ხელი მოაწერა, ესე იგი აზერბაიჯანის ამ კომპეტენტურთან პირებთან მთავრობამ ხელი მოაწერა და ხალხის ზურს უკან გაიყიდა გარეჯის კომპლექსი. ეს წარმოუდგენელი რამეა მე მგონია, მეგობრებო, ეს რა ვიცი, არავის არ მოუხდენია ჯერ აქამდე ხალხის ზურს უკანა ეს ჩვენი მარგალიტი ჯერ სულ არაფერი არ ყოფილიყო და მარტო უდაბნოს მიწა ყოფილიყო როგორ შეიძლება ჯერ ნაცებმა ჩვენ ხო ვიცით რამდენი მიწები გაყიდეს თურქეთსაც მიცეს ის სარფის რაღაცა ტერიტორია თურმე გადაცემულია რუსებსაც გაუფორმეს ის საბაჟოზე რო არის რო შემოდის ის რაღაცა ტერიტორიები ასევე სააკაშვილის გადაუფორმებია აგერ აზერბაიჯანს სომხეთს გადაუფორმა ნაცებმა რა ვიცი და კოცები იმიტომ ავირჩიეთ რომ ამასე რამე არ ჩაედინათ და პირიქით გამოიკვლიათ ეს ყველაფერი მაგრამ აგერ ნამახვანიც მე პირადად ხომ გეუბნებით მერობის არჩევნებში მივიღე მონაწილეობა იმიტომ კი არა რომ ვიღაცას თქვა ხმა მოეცა და მერი გამხდარიყავი იმიტომ რომ რა ეს ტრიბუნა გამომეყენებინა და თუ გახსოვთ წინა მერობის არჩევნებზე მე გახარიას დაუსვი კითხვა რომ ეს როგორ გაბედეთ მეთქი რომ ნამახვანი მეთქი გაყიდეთ მეთქი ამოიღეთ ესა და ნახეთ ეს ჩანაწერი თუ გნებავთ და გახარია მიქ არ უარყო ესო აღნაგობით არის გადაცემულია რას ნიშნავს გადაცემული სიტყვა როცა არის აღნაგობით გადაეცი თუ აუღნაგებლად რა მნიშვნელობა აქვს ისე გადაგიცია ესე ამხელა თურქეთის ზევით მეგობრებო ქუთაისის ზევით თურქეთს აქვს წაღებული მიწები და ესე იგი ის წითელი თურქული დროშა ფრიალებს ხო ვიცით კარგად ნაცნობი დროშა და რა ვიცი ესე იგი რატო გაკეთებს ამას ქართველი აი საწყენია რომ ისედაც დაკარგული გვაქვს ამდენი მიწები, თურქეთმა ამდენი წაგვარტყა. მეზობელმა ქვეყნებმა ესე იგი თითო პაური ამოგვარტყა და ყველამ თავის დროზე მიწები წაიღეს, ხო? ჯერ ჟორდანიამ დროს რამდენი მოხდა ეს დაკარგვა მიწების, ხო? და ეხლა
დღისით მზისით ჩვენი ჩინოვნიკები ესე ყიდიან რა, ყიდიან ხეობებს, ყიდიან მდინარეებს, ზღვებს, ტბებს, რეგიონებს და ეხლა უკვე გადავიდნენ უკვე ეკლესია მონასტრების გაყიდვაზე და რა ვიცი, ალბათ მე სვეტიცხოველსაც გაყიდიან. და იტყვიან რომ არაბებს უნდა და ეხლა 20 მილიარდი შემოვიდა, თქვა 100 მილიარდი შემოიტანოს ვიღაცა შეიხმა. გავყიდოთ სვეტიცხოველი? ბიზნესი ესა, მეგობრებო, ესეთი ბიზნესი წავიდა უკვე, რომ ესე იგი სვეტიცხოველი 200 მილიარდად გავყიდოთ, გელათი 500 მილიარდად გავყიდოთ და რა ვიცი, შემოაფოლი და გვექნება პენსიები, ხელფასები, ვიცხოვრებთ კარგად, განა არ ვიცხოვრებთ, კაცი, 500 მილიარდი და 1 ტრილიონიც რო შემოვიდეს, მაგრამ ყველაფერი გავყიდოთ, უკვე კულტური სულიერების კერები გავყიდოთ, სვეტიცხოველი, გელათი, რა ვიცი მე უკვე მიკვის. ვარძიას რამდენად გაყიდით? საინტერესოა. ჩემი კითხვა არის, ვარძიას რამდენად გაყიდით? კაი, არაბებზე არა, ალბათ თქვა იქ პაკისტანელებზე, პაკისტანელები ხო გეცოდებათ, რამდენად გაყიდით ვარძიას? რა სიტყვით ბატონო ვაჟა, გავყიდოთ ეს ყველაფერი? მივბაძოთ კიდე ამათ? თუ მე ვისალმები აუდიტორიას და კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ჩვენ ვარ დიდი ქართველები და დიდი მსოფლიო მოქალაქეები. რაც შეეხება ბატონ გიორგის განაცხადს, მე ახლა ასე თამამად ვერ ვიტყოდი, მაგრამ რა კი გაჟღერდა, ალბათ ხელისუფლებას ვთხოვდით, რომ ან უნდა უარყოს, ან საზოგადოება ამას თვლის, რომ ეს საშინლად სამწუხარო ფაქტი მოხდა. და ალბათ რა თქმა უნდა საზოგადოება ამაზე თავის რეაგირებას მოახდენს და არა მარტო საზოგადოება უფალი მოახდენს რეაგირებას. ჩვენ წინაზე შემოვიტანეთ და დაწყებული ჩემი თავიდან ყველას მთელ სამყაროში და მსოფლიოში უნდა გვეშინოდეს, რომ უფალი ყველგანაა, ყოველწუთსა, ყოველ წამსაა და ჩვენს მოუნანებელ მცდარ ნაბეჯებზე პასუხს ვაგებიებს ამ ქვეყნათაც და იმ ქვეყნად ხომ მოგვეკითხება დაწვრილებით ყველაფერი. ამიტომ გთხოვთ ეს საკითხი გავარკვიოთ და არა მარტო ეს საკითხი, არამედ ვიმოქმედოთ იმ გზით, რასაც ქვია მარადიული ამაღლების საკითხების თვალსაზრისით და არა რაღაც პოროტების გზით ვიაროთ. მაგრამ მე ვიტყოდი თქვენს ნებართვით ახლა ერთ სიტყვას ბატონო გიორგი მე ხარ როგორც ეკონომისტიცა წინაზე მოგახსენეთ, რომ ბატონი გიგაც კიდე მეწარმეც და დიდი გამოცდილების ადამიანია ეკონომიკურ სფეროში. მართალია მე ეს გამოცდილება არ მაქვს მაცავით, მაგრამ ელემენტარულად ვიტყოდი ერთ საკითხს, რომ დაიდო ინფორმაცია პროფესორი ბაჩიაშვილის, იოსებ ბაჩიაშვილის ცნობილი პიროვნება, მგონი ერთ პერიოდი მინისტრიც იყო, რომ 660 მილიონის სასურსათო პროდუქტი შემოდის საზღვარგარეთიდან. და ის ადამიანი მანამდე კი ჩვენი გადაცემა იყო და არა მარტო ჩვენი ბატონ გულაშვილთან იყო იგივე გადაცემა, იმპორტ-ჩანაცვლების გადაცემა, რომელსაც ჩვენ კაიხანია ვაჟღერებთ. 660 მილიონი და ბატონი იოსები ოცნებობდა, რომ აი ეს 660 მილიონი ყოველ წელს გადის და რომ დარჩეს საქართველოში, რამდენად ეფექტური იქნება. ეს სოფლის მეურნეობიდან ახლა დარჩენ, რაც ბატონ გიორგიმ ბრძანა წარმოების განვითარება და წარმოების ხელშეწყობა, ეს რა თქმა უნდა უფრო წაადგება. და თქვენის ნებართვით ცოტა ერთ-ორ სიტყვას დავამატებდი ზოგადად, რომ დაახლოებით 10 წლის უკან როცა ჩვენის საზოგადოება სოლიდარობა დააფუძნეთ, იქ ქონდა პატარა ჩანაწერი. რადგან დასავლეთ საქართველოში მე ერთხელ ჩვენს გადაცემებში კიდე გავაჟღერეს 2 მილიონი დაუждდა ერთ-ერთ ქართულ მეწარმეს, რომელიც რუსეთში მოღვაწეობს, რაღაც საწარმო გახსნა, სადაც დაასაქმა 2 მილიონად 50 ადგილობრივი მოსახლე. ახლა წარმოიდგინეთ, თუ ეს ტენდენცია და ოცნებობდით, რომ მოდელს რაღაც იქნება ქართული მეწარმეები შემოტრიალდნენ, რადგან ძალიან ცნობილი პიროვნება, ახლა მისი გვარის დასახელისუფლება მე არ მაქვს, მაგრამ მისგან ისიც დაახლოებით 10 წლის უკან იყო, აცხადებდა, რომ მთელ მსოფლიოში დაახლოებით 75 მილიარდს ფლობენ ქართველი ბიზნესმენები. ეს 10 წლის უკან და ახლა მას მე მგონი უფრო განვითარდნენ ისინი თავიანთი საფინანსო მიმართულებით და მათი შესაძლებლობა არ შემცირებულა, მაგრამ ქართულ ეკონომიკას სამწუხაროდ ეს არ ეტყობა და ქართულ წარმოებასაც. მაგრამ აქ თავი და თავი ფაქტების
აღნიშნულ სხვა არ არის, რა თქმა უნდა, ამას ეკონომისტები მიხედავენ, მაგრამ ჩვენ ისევ და თქვენ ისნებოდით, მე ოცნებას გამოთქვავდი, აი დასავლეთ საქართველოში რომ გახსნეს საწარმო და 50 კაცს დაასექმეს, ჩვენ მაშინვე გამოვთქვით ჩვენმა ამ სამეგობრომ და ორგანიზაციამ რომ იქნებ ყველა მოზრდილ სოფელში დაარსდეს რაღაც საწარმო და თითოეულ სოფელში 100 თუ არა 50 ადამიანი დასაკვდეს და ეს გარკვეულად შეაჩერებდა ოღონდ ღირსეული ხელფასები და არა იმ მონური ხელფასებით, რომელსაც დღევანდელი ბიზნესმენები, აქაური იქნება თუ უცხოელი ბიზნესმენები თავაზობენ ჩვენ ახალგაზრდობას თუ ჩვენს მოსახლეობას. აგერა გამომდინარე ეს პერსპექტივები არსებობს სოფლის მეურნეობაში, მე ციფრი მოგახსენეთ, ბატონ იოსებს საშანდელი მონაცემები აქვს აღებული, შემოსული სასოფლო პროდუქტების და აქედან გამომდინარე ეს რაც შეეხება სასოფლოს, მაგრამ რა მაფერხებს მე როგორც უბრალო ერისკაც თუ გადავხედოთ ამ 30 წლის განმავლობაში რა გაკეთდა საქართველოში კი დიდი მადლობა რომ არის მშვიდობა მაგრამ არის ეკონომიკა არ არის ადამიანის უფლებები დაცული სასამართლო ისეთი მაღალი დონის როგორიც შეიძლება ადამიანმა იოცნებოს არ არის ჩვენი სამხედრო სფერო ისეთ მაღალ დონეზე არ არის განათლების სისტემა ახლა ავიდეთ ზევით მესამე სფეროში სულიერ სფეროში განათლება მეცნიერება კულტურა რელიგიის ამ დამოკიდებულება გუშინ და გუშინ წინ თელ საპატრიარქოს და ეკლესიას ვლანძღავდით ესე იგი რა მივიღეთ ხალხო ჩვენ გვაქვს მშვიდობა გვაქვს რა თქმა უნდა მინიმალური რაღაც ნუ დავარქოთ სამშვიდობო საარჩო საბადებელი და პერსპექტივა არ გვაქვს, ან ვერ გვაქვს და ამაზე არ ხდება დაფიქრება, რატომ არ გვაქვს, ან ვერ გვაქვს. კაი, მთავრობა ერთ წამი განზე გავწიოთ. რატო ვერ აკეთებს, ან არ აკეთებს მთავრობა ამას? გასაგებია რომ ჩვენ ვართ ამას ჩვენ кайხანია ვწერთ რომ ვართ კოლონია. ეხლა სხვემას დაიწყეს. აშკარად განაცხადა იმის რომ ჩვენ ვართ კოლონია, მაგრამ რატო ვართ კოლონია ხალხო? თუ შევხედავთ ჩვენ იმ არაეროვნულ ოპოზიციას, რა თქმა უნდა, არის ეროვნული ჯგუფები, ახლა თუნდაც სადაც ვიმყოფებით, ახლა დიდი ეროვნული გაერთიანება პატრიოტ ალიანსი და სულ რამდენი ალბათ ხაზი ჩამოითვლება, რომ 5 ორგანიზაციას კი არ იქნება ეროვნული ორგანიზაცია, რომელიც თამამად გამოდის და აფიქსირებს ეროვნული ინტერესების დაცვას. მაშინ როგორ უნდა იქნას დაცული საქართველოს ქართველი ერის ინტერესები ყველა მიმართულებით, აი წეგანას თქვი ჩვენ ეკონომიკის, სახელმწიფო მშენებლობის და სულიერი კულტურის, განათლების. და განათლება კიდე ერთხელ. ეს ჩვენ რო ვოცნებობთ რომ ყველა სოფელში იყოს ესა თუ ის საწარმო, ეს იგი საჭიროა რა? გაიხარეთ. საოცარი რამეა. საჭიროა რა ხალხო? მე კიდე ერთხელ აგერ ჩვენი მეგობრები დღედაღამ ამაზე საუბრობთ, წუხვართ და არა მარტო ახლა აქ წარმოდგენილი მეგობრები, ეს მეგობრთა ჯგუფი საკმაოდ ფართოა. მე ვეკითხები ჩვენს ორი ძალაა ფაქტობრივად ეროვნული დარჩენილი. ერთი არის ახლა ეს დაახლოებით 5 ორგანიზაცია რაც გითხარი და წარსულიდან ვინ? ეგრეთ წოდებული ზვიადისტები, რომლებსაც დარჩა საქართველოს სიყვარული და მართლმადიდებლური სამყარო. თუ ესენი კონსენსუსზე არ წავლენ და არ იფიქრებენ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენ ვერც ეკონომიკას ავაღორძინებთ, ვერც წარმოებას ავაღორძინებთ, ვერც განათლებას, ვერც მეცნიერებას და ვერც ერთი სფერო ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ჩემი და მეგობრების სახელით მოგიწოდებს. დაფიქრდით, უნდა მოხდეს კონსენსუსი და მერე წარმოებაც აღორძინდება. ყველა ხელისუფლება, ეს ხელისუფლება ექნება, სხვა ხელისუფლება ეცოდინება, რომ არსებობს ქვეყანაზე მზრუნველი დიდი გაერთიანებები, ან თუნდაც მცირე გაერთიანებები, რომელიც ზრუნავენ როგორც ეროვნულ საკითხებზე, ასევე ეროვნულ საკაცობრიო საკითხებზე და თანაც ძალიან გთხოვთ, დავფიქრდეთ, საქართველოს მთელი 2500 წლის განმავლობაში მარტო ვერ იარსება. მე წინაზე შემოგთავაზეთ მოდელი, მომეცით მოდელი, რომ 50 წლის მერე იქნება საქართველოს. საიდან იქნება? რა გზებით? რა ეკონომიკით, რა სახელმწიფო განვითარებით, რა სამხედრო განვითარებით, რა სულიერი კულტურით, ამ განათლებით, რომ 200,000 ბავშვი გამოდიოდა და ბოდიში ლანძღავდა საპატრიარქოს, ლანძღავდა ქვეყნის მომავალს, ლანძღავდა უფროს თაობას. ეს თაობა ჩვენ წავიყვანეთ ამ გზით. ვისი ბრალია? ფაქტიურად ნახევარზე მეტი დაკარგული ყავს. ანუ უნდა გამოფხიზდეთ.
ხალხო რომ მივხედოთ იმ 200,000 ბავშვიდან ნახევარს მაინც რომ მივხედოთ დაიბრუნოთ, იმიტომ რომ ისინი ჩვენი შვილები არიან, არაერთი განუცხადებია ბატონ გიგა ცოტა მკაცრა და გვახსენებდა ხოლმე. ესენი ჩვენი შვილები არიან, ჩვენი შთამომავლობა, ჩვენი ოჯახის შვილები თუ არა, ჩვენი ახლობლების ოჯახის შვილები არიან. რომ მათ დავანახოთ, რომ ეს სამყარო კი, ჩვენ ყველა გვიყვარს ამ სამყაროში, მაგრამ პირველ რიგში ყავს საქართველო. პირველ რიგში ვართ ქრისტიანები და ყველას პატივცემთ. და რა კი თუ ქრისტიანებიც ვართ, მართლმადიდებლური პასუხისმგებლობაც გვაქვს ამ ქვეყანაზეც, მოყვასეც, ადამიანებზეც და როგორ განვითარდეს საქართველოს. საქართველოს მართლმადიდებლური სამყაროს გარეშე მომავალი არ აქვს. რა თქმა უნდა, ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ქრისტიანული ფესვების დასავლეთის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, არა ევროკავშირს, არამედ ევროპულ ქვეყნებში, რაც კი არის სიკეთე, ამერიკაში თუ არა რამე სიკეთე ან სხვა ქვეყნებში და ჩვენ არავინ არ უარყოფს, რომ ხშირად წარმოადგენენ ხოლმე, რომ საქართველოს არ უყვარს და არ ცემს პატივს, ძალიან დიდ პატივს ცემთ ამერიკის წარმატებებს მთელ რიგ დარგში, ევროპის წარმატებებს მთელ რიგ დარგში, ან აღმოსავლეთის წარმატებებს მთელ რიგ დარგში, მაგრამ ჩვენ ვართ მართლმადიდებლები, ვართ ქრისტიანები და თუ გვინდა წარმატება, ჯერ სულიერად უნდა გავერთიანდეთ, სულიერად ავიღოთ ეს ნიშა და მერე მივხედოთ, რა თქმა უნდა, წარმოებასაც, მერე განვითარდება წარმოებაც, მერე განვითარდება სოფლის მეურნეობას და პირველ რიგში გვეყოლება ჯანმრთელი თაობა. ჩვენ ეხლა გვყავს ავადმყოფი თაობა. სკოლა არ არსებობს, განათლება არ არსებობს რეალურად. ჩვენ ვართ უკანასკნელ ადგილზე მსოფლიო განვითარებაში, უკანასკნელ ადგილს უმაღლეს განათლებაში. რა მომავალზეა ლაპარაკი, რა წარმოებაზე, რა მშენებლობაზე, თუ არ მივხედავთ ჩვენ განათლებას. პირველ რიგში დიდი მადლობა და ბოდიშვილთი აღალვების. აი ხარეთ მესა ბატონ გიგა უკვე ჩვენ დრო ამოიწურა, მაგრამ მივცეთ 2 წუთი რაღაცა პატარა რეზიუმე გააკეთოს გიგა. არა, 5 წუთი არის. გვაქვს დრო? კი. გვაქვს. მაშინ ხო და მეგობრებო, კიდე რა მინდოდა მეთქვა რა, პატარა ვიტყვი რომ დღევანდელ დღეს საქართველოში აი მართლა წუთი არის ხოლმე რა, ესე იგი აქედან გავდივართ ხოლმე და ახალი ამბავი ხდება. ესე იგი ისე არის დაჩქარებული ეს დრო, ისე არის ყველაფერი, ისეთი ჩქარა რაღაცებს გვგებულობთ და თანაც კარგს ვერაფერს ვერ გვგებულობთ, ცუდ რაღაცებს გვგებულობთ, რომ შეიძლება ადამიანი მართლა არ ვიცი რა, ჭკუიდან გადავიდეს რა. მაგრამ ერთი რაღაცა არის, მოდით რა, დავფიქრდეთ, იაზროვნოთ. გავაანალიზოთ, სადა ვართ და როგორ ავართ. ბატონი ვაჟა ზუსტად იმას ლაპარაკობს. ეს ყველაფერი რაც ხდება ჩვენ თავს, ეს ყველაფერი უკვე მომხდარია ჩვენ თავს. ჩვენ როგორმე უნდა გამოვასწოროთ. გამოსწორება არის ის, რომ ნელა-ნელა ჩვენ უნდა დავიწყოთ იმაზე ფიქრი, რომ ხვალინდელ დღეს რა შეიძლება მოხდეს საქართველოში. და მე პირდაპირ ვაცხადებ, რომ თუ ჩვენ ამაზე არ ვიფიქრეთ და ქმედითი ნაბიჯები თუ არ გადავდგით, ხვალინდელ დღეს საქართველოს აღარ ექნება. ჩათვალეთ, რომ არც თქვენ შვილებს ექნებათ სამშობლო და თქვენ შვილებს მომავალი აღარ ექნებათ საქართველოში. ამიტომ უნდა ყველანი გამოვხიზდეთ, დავფიქრდეთ, სად მივდივართ, როგორ მივდივართ, რა არის ჩვენი გასაკეთებელი და მინიმალური მაინც უნდა გავაკეთოთ ის, რომ ერთი აგური უნდა დავდოთ. პირველ რიგში ამისთვის არის, რომ ერთმანეთი უნდა რა ვიცი, ერთმანეთს უნდა შეუნდოთ და ვაპატიოთ ხალხო. რაღაცები უნდა ვაპატიოთ, მე არ ვამბობ, რომ თუ ადამიანმა სამშობლო გაყიდა და თუ ადამიანი ქვეყანას ღალატობს, იმას ვაპატიოთ, არა, ის უნდა დაისაჯოს, მაგრამ რაღაც სიტყვებზე ერთმანეთს არ უნდა გამოვეკიდოთ. რაღაცაზე არ უნდა გამოვეკიდეთ, იმიტომ რომ სასწორზე დაებს ჩვენი ქვეყნის ბედი, ჩვენი სამშობლოს ბედი. მეტი რა უნდა ვთქვა, ახლა მითხარით ამიხსენით. და თუ უკეთესი ფორმულა იცით, მაშინ რომელიმე თქვენთაგანი გამოდით, დადეთ და თქვით, რომ იცი რა, მე ვიცი უკეთესი და მე ამას გავაკეთებ და ქვეყანას ეშველება. მაგრამ ესე ვერავინ ვერაფერი ვერ გააკეთა, აგერ 40 წელი გახდა თითქმის. უარესი და უარესი ხდება. აი ეს მინდოდა ბატონო გიორგი მეთქვა რა ჩემი. აი ხარით, მგონია ჩვენი დრო რამდენი გვაქვს დრო? 4-ზე რომ მივა, მაშინ თავდება. ესე იგი გქონია დრო. ძალიან კარგი მეგობრებო, ერთი რამე მინდა ვთქვა მე ერთობაზე საერთოდ. მე ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი, ჩემი ერი და საერთოდ ვფიქრობ, რომ აი ერთობით გაკეთდება ყველაფერი. თუნდაც აი მთავრობა, რომელიც რაღაცნაირად არ არის კომუნიკაციაში დღევანდელი ჩვენ ხალხთან, თუ იქნება კომუნიკაციაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდება, თუნდაც აი ამ მომავალ არჩევნებამდე.
მე სულ ვამბობ, რომ აი ერთადერთი განა იქ არ აყავთ სპეციალისტები, განა არ აყავთ იქ მამული შვილები, მაგრამ ერთადერთი დეფიციტი ჩვენ მთავრობას, აი ახალგაზრდა მთავრობას დღეს ახალგაზრდები ჩვენი შვილებით ასე თქვა დაკომპლექტებული მთავრობას აქვს ერთი პრობლემა, რომ არ არის კომუნიკაციაში ხალხთან და საზოგადოებასთან. და როდესაც შენ აპირებ რეფორმების ჩატარებას საზოგადოებაში, დარგი სპეციალისტებს უნდა შეხვდე, დარგთან უნდა კონდეს ყოვლის მომცველი ესე იგი კონსულტაციები და ურთიერთობა. იგივე განათლების სისტემის წარმომადგენლებთან, მესვეურებთან, ამაგდარ პედაგოგებთან, შეხვდი არა მარტო ქალაქის პედაგოგებს, რაიონის პედაგოგებს. ბიზნესში აკეთებ ხო, მეწარმეებს დაუძახე ერთხელ ცხოვრებაში ერთ მთავრობას მოგოცნებობ, რომ მთავრობა ერთხელ მაინც მცირე მეწარმეებს შეხვედროდა. არც ერთი მთავრობა არ შეხვედრა. გამსახურდიას ნუ საწყალს არ დააცალეს, გასაგებია, ჩამოაგდეს და ვერაფერი კაცმა ვერ მოასრო. ხო? მაგრამ დანარჩენები ვინც მოდიოდნენ, პუჩი იყო, არა პუჩი იყო, სისხლიანი იყო თუ სისხლო ვინც მოდიოდა, ხო? ტყუილით იყო არჩეული თუ სიმართლით იყო არჩეული, ესე გეუბნები, რომ მეწარმეებს არ ხვდებოდა ასეთი რაღაც, მარტო ესე იგი ბობოლებს, ესე იგი დიდ მაფიოზებს შეხვდებოდნენ, ტაშისწყვრელები და მათგან იღებდნენ რა გაქვთ პრობლემები, არ აქვს პრობლემები. რა პრობლემები უნდა კონდეს ახლა დიდ მაფიას? დიდ მსხვილ ბიზნესს, რომელიც მილიარდებს ატრიალებს და 1000-ნაირ ატკატებში ზის. აი რა პრობლემა უნდა კონდეს იმას? არ გვაქვს თუ არა გაქვთ პრობლემები. რატო შევხვდი ჩვენ ქართულ წარმოებას შევხვდი, მცირე ბიზნესს შევხვდი. იგივე თუნდაც მეწარმეებს შევხვდი, ინდ მეწარმეა თუ არა ინდ მეწარმეა, არსებობენ ინდ მეწარმეები, რომლებიც დიდ პროდუქციასაც ქმნიან, ხო? შევხვდი აი ამათ მიიღე ესე იგი საბჭოს შექმენი საგადასახადო კანონმდებლობაზე იმუშავე. იგივეა ყველა და ხელოვნების დარგი არ არის. მწერლები, პოეტები, მხატვრები, მიტოვებულები არიან და ნაგვის ხუთში ყრიან, ასე ვთქვათ რა. აბსოლუტურად ხელოვნების და მომღერლები მიტოვებულები არიან ეს ხალხი. შეხვდი რა მთავრობა არა ხარა, დაელაპარაკე რა პრობლემები გაქვთ. ეს თანხები როგორ მომართოთ? მერიასთან დაკავშირებით ეხა მერიაში არის თანხები აკუმულირებული როგორც თბილისის, ისე ქუთაისის, ისე ბათუმის, ისე სხვა ქალაქების, ხო? დალოცვილო მერი ხარ, მიღების საათები უნდა კონდეს და შეხვედრა უნდა კონდეს ხალხთან და კომუნიკაციაში უნდა იყო, ხო? ყველას მოუწოდებთ, რომ დაიწყეთ კომუნიკაციები. აი ეს არის ჩემი, ესე იგი, თხოვნა მთავრობის, როგორც ქალაქის მთავრობის, ასევე რესპუბლიკის მთავრობის, ასევე მთავრობის რაიონებში და რეგიონებში, რომ დაიწყეთ შეხვედრები, კომუნიკაციები საკუთარ ხალხთან. საკუთარ დარგებში, საკუთარ ესე იგი აი ამ მოღვაწეობის არეალში. და ეს შეხვედრები მოგცემთ იმის საშუალებას, რომ ის თანხებიც რეალურად დაიხარჯოს და საქმე გაკეთდეს და არ იყოს ამდენი გაფლანგვები, ატყატები და მიწერები. და ამდენი კრიმინალი შემდეგ. ასე რომ მეგობრებო, მაინც პოზიტიურ ნოტაზე დავამთავროთ, მე მაინც ვფიქრობ და იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენი ეს ახალგაზრდული მთავრობა რაც არის, მაინც მე ვფიქრობ, რომ მაქსიმუმს გააკეთებს, რომ მივიდეს არჩევნებამდე, მე დარწმუნებული ვარ, დაიწყებს კონსულტაციებს და პარლამენტის რაღაცა გახსნილი იქნება იგივე ეკონომიკური კომისია, იურიდიული კომისია, სამოქალაქო საქმეთა კომისია და სხვა გადაცას კომისიები აქტიურად მიიღებენ ესე იგი მოსახლეობას და სპეციალისტებს და ასე გამოიყვანთ საქართველოს კრიზისიდან. მე ამაში ღრმად მჯერა, ნამდვილად დარწმუნებული ვარ. წინამდელ შემთხვევაში ამ გადაცემას და აი ამ ჩვენ გადაცემას ესე იგი არ ჩაუდგებოდი სათავეში. გაუძლოთ ქართველებო, ერთად ვიყოთ, სიყვარულით ვიყოთ, პატიებით ვიყოთ და საქართველოს გადავარჩენთ, ერთად გადავარჩენთ, ერთობით გადავარჩენთ. ამინ.